მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 81 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხიდან მიმდინარე წელს კახეთში 78 პროექტის განხორციელებაზე 14 მილიონ 316,208 ლარი დაიხარჯება. როგორც ტელეკომპანია თანამგზავრს თელავის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გოგიაშვილმა განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილია სასმელი წყლის და გზების რეაბილიტაციო, სანიაღვრე არხების მოწყობა, რეაბილიტაციის და სხვა სამუშაოები. მისი თქმით, პრიორიტეტები ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავად განსაზღვრა. თელავის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2014 წელს 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 18 პროექტი განხორციელდება. თელავის მასშტაბით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გათვალისწინებულია დაახლოებით 3 მილიონ 125,000 ლარის სამუშაოები. არის 17 პროექტი, მათ შორის არის 3 პროექტი სოფლად, ეს არის სოფელ კურდღელაურში სკოლა-ინტერნატის უკან მდებარე გზისარეაბილიტაციო სამუშაოები, არის სოფელ ვარდისუბანში წყალსადენის დრენაჟისარეაბილიტაციო სამუშაოები.